მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. როგორც საქართველოს მოქალაქე უკვე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ შემიძლია ბედნიერება მოვიკლო და ყველას არ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. სულ რაღაც 5 დღეა დარჩენილი. იმედი მაქვს ღმერთს მადლობა გადაუხადეთ სიცოცხლის კიდევ ერთი ახალი დღისთვის და იმისთვის, რაც მან მოგვიტანა. გთხოვთ მოусვინოთ ჩემს მოკლე გამოსვლას იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის 60%-ს ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ. სამწუხაროდ, მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნები უკვე 74 წელიწადში ვარ. და კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ ადამიანების უმეტესობა ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს. მათ არ აქვთ საკვები, არ აქვთ ტანსაცმელი, რომ გარეთ გავიდნენ და ტუალეტიც კი, რომელიც რადგანაც სახლშიც კი არ მდებარეობს, მაგრამ ეს არავის აღელვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთვის ვაყენებთ ტუალეტებს, ვატარებთ წყალს და ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ერთი ფონდი საქართველოსთვის საკმარისი არ არის. ასე რომ, ძალიან გთხოვთ ყველას, მართალია თქვენს ვთხოვთ ხოლმე, მაგრამ მე ჩემსაც მაინც გავაკეთებ. ჩვენს ფონდში ძალიან ბევრი თბილი ტანსაცმელია და ახალ წლამდე აუცილებლად მოვასწრებთ მისდარიგებას ბევრისთვის. ჩვენ უნაღდო ანგარიშწორებით გადავხდით იმ მაღაზიებს, რომლებიც ბებოებთან ახლოს მდებარეობს. რათა მათ ტორტი მიუტანონ და სანთელი აუნთონ. ჩვენ ამას გავაკეთებთ. და თქვენც ამას გააკეთებთ. ბოლოს და ბოლოს ქართველები ცოტანი ხართ. სულ რაღაც 2-3 მილიონი. და წარმოიდგინეთ, თუ მოსახლეობა იგივე ტემპით გააგრძელებს შემცირებას, შესაძლოა ქვეყანამაც კი აღარ იარსებოს. ეს ძალიან საშიშია. აღარ არსებობს ბაბილონი, აღარ არსებობს დიდი რომი. ბევრი ქვეყანა ოდესღაც უზარმაზარი იყო. მაგალითად, ეგვიპტე, საიდანაც ებრაელები გაიქცნენ. ერთ დროს იგი ევროპის მთელ ტერიტორიას მოიცავდა ოკეანემდე. დღეს კი ეს უკვე არც ისე დიდი ქვეყანაა. ამიტომ თითოეულ ადამიანს უნდა გაუფრთხილდეთ. და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მზად იყვნენ ჩვენი გულისთვის სიცოცხლე გაეწირათ. როცა ახალგაზრდა ვიყავი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მზად ვიყავი თუ არა სიცოცხლე გამეწირა დედაჩემისთვის. დიახ, მზად ვიყავი მისთვის სიცოცხლე მიმეცა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე პარალიზებული იყო. და თითქოს მე კი ის ფოტოც მაქვს დაბადების დღეზე გადაღებული, სადაც ის უკვე ძალიან მოხუცია. ერთხელ ქორჭილა დავიჭირე, მას ძალიან უყვარდა ქორჭილა. ციმბირში, სადაც ადრე ცხოვრობდა. იქ იყო ჩემი ბაბუა, გავრიილი. ის თევზს არ იჭერდა, ბარნაულიდან ჩამოჰქონდა და იქ ყიდდა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ, როცა ფეოდალიზმი გააუქმეს. და ეს ქორჭილა დიდ მინის ჭურჭელში ჩავსვი და მაგიდაზე დავდგი. 3 საათის განმავლობაში ვისხედით და ვზეიმობდით. მგონი ეს მისი დაბადების დღე იყო და ის მთელი დროის განმავლობაში თვალს არ აღშორებდა იმ ქორჭილას. ნამდვილი სასწაული იყო. იცით რა არის საინტერესო? მე ხომ მაღალი რანგის პოლიტიკოსი ვარ. სახელმწიფო მოხელეთა მეორე კლასი. ეს დაახლოებით არმიის გენერლის ტოლფასია. თანაც დიდი ქვეყნის, რადგან უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და იმას, რაც გულზე მაძევს. ამით განსხვავდებოდი სხვა პოლიტიკოსებისგან და უკრაინაში მეორე ასეთი ადამიანი უკვე აღარ იქნება. ხოლო საქართველოში მე ვარ.
და მე გეუბნებით, რომ ამ მოხუცებიდან ბევრი თქვენი ნათესავია, რადგან პატარა ქვეყნებში ყველა ვიღაცასთან სისხლით არის დაკავშირებული. დაფიქრდით ამაზე. ეს შეიძლება თქვენი ნათესავები იყვნენ. ეს შეიძლება დიდი მოხელეების შვილები და შვილიშვილები იყვნენ. დიახ. ამიტომ დააპურეთ ისინი. ეს ხომ ძალიან მარტივად კეთდება. დაგვირეკეთ ჩვენს ნომრებზე. ჩვენ მოგიყვებით ამისთვის, როგორ ვრიცხავთ თანხებს ახლომდებარე მაღაზიებში. თქვენ კი უბრალოდ მოგწერეთ, ან გითხარით რა გინდათ, რომ იმ დღეს მათ სუფრაზე იდოს, რათა ახალ წელს სიხარულით შეხვდნენ, ღიმილით, ციცილით. მეზობლები შემოვლენ, რადგან ასეთ სუფრას იშვიათად ხედავენ. იქნება ტორტებიც, ნამსხრებიც და რა თქმა უნდა მთავარი. ყველაზე გემრიელი რამ რაც ხანდაზმულებს სჭირდებათ. ეს არის წამალი. ამისთვისაც საჭიროა თანხა. ყველგან საჭიროა ფული. ჩვენ ძალიან დიდ მასშტაბებს მივახციეთ. ფაქტობრივად საქართველოში ერთადერთი საქველმოქმედო ფონდი დავრჩით. და დამიჯერეთ, როგორც მილიარდერს, სხვისი ფული საერთოდ არ მჭირდება. უკრაინაში მე სწორედ ამით ვიყავი ცნობილი, როგორც სახელმწიფო სამსახურში, ისე ბიზნესში, რომ თითოეულ კაპიკს ვაკონტროლებდი. ანუ ჩვენთან რამის მოპარვა უბრალოდ შეუძლებელია. წელს ჩვენ ისევ გვამოწმებს მსოფლიოში ყველაზე დიდი აუდიტორული კომპანია KPMG. ეს კომპანია აუდიტს უწევს ამერიკისა და ინგლისის მთავრობებს. ეს ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც ვერ მოისყიდი. საქართველოში შეიძლება აუდიტი 2 ლარადაც ჩატარდეს, 10 ლარადაც. მათთან ეს არ გამოდის. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, $1,000,000 მისცემ, თუ 100 მილიონს ქრთამის სახით. ისინი ზუსტად იმას დაწერენ, რაც ნახეს. რამდენი თანხა იქნა მიღებული, რამდენი დაიხარჯა, რაში დაიხარჯა. ვაკონტროლებდით თუ არა ფასებს. სად იგზავნებოდნენ სამკურნალოდ. ვარკვევდით თუ არა, ვინ იყვნენ ის ექიმები. რადგან როცა სამინისტრო აგზავნის საავადმყოფოში. და იქ ოპერაციას აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც სკალპელი ცხოვრებაში არ უნახავთ. ასეც ხდება, მაგრამ ცუდზე საუბარი არ მინდა. წინ ახალი წელი გვაქვს, გახსოვთ? თოვლის პაპა, წვერიანი ბაბუ. თუ ვიცოცხლე, მეც ასეთ წვერს გავიზრდი. ასე რომ არ დაგავიწყდეთ. თქვენ გელოდებიან თქვენი მოხუცები. ისინი ღმერთთან ყველაზე ახლოს არიან. ისინი პირველები მიდიან ღმერთთან. ხანდაზმული ადამიანები. სწორედ ისინი იტყვიან, რომ ვახტანგი კეთილი და კარგი ადამიანია. მას ფული არ ქონდა, მაგრამ მან მაინც ილოცა ჩემთვის. ეს მე ზუსტად ვიცი. გჯეროდეთ უფლის და მადლობა გადაუხადეთ მას ყოველი ახალი დღისთვის, რომელიც ამ რთულ დროს მოგეცათ. ასე ვაკეთებ მეც. და მადლიერების დახმარებით ცხოვრება უკეთესი ხდება. საღამოს კი აუცილებლად დაურეკეთ ყველა ხანდაზმულს, ვისაც იცნობთ. უთხარით მათ, მალე ახალი წელია, აბა როგორ ხართ? და იცით მაგალითად დედას მეგობარი, თუ კი დედა ან მამა უკვე აღარ გყავთ ამ ქვეყნად, იტყვის, ეს შენ ხარ? შენ ისევ გახსოვ არ? დიახ, ასეთი სასაცილო ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემს გულში ცოცხლობს სიყვარული ხანდაზმულ ადამიანთა მიმართ. ადრე ასე იყო, მიუხედავად ასაკისა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. მინდა ისე გავაკეთო, რომ მთელი საქართველო ერთმანეთს ეხმარებოდეს, რომ ჩვენ, როგორც ერმა, გადავრჩეთ ამ რთულ პერიოდში, რომ არც ერთ ომში არ ჩავერთოთ, რომ საქართველო აყვავებული მენახოს.
ხალხი კი სიხარულისგან მღეროდეს. და სხვადასხვა ქართულ სიმღერას. ნედავ ჩამოდიოდეს ხალხი საქართველოში და გახარებულები ყოფილიყვნენ, რომ აქ ასეთი ბუნებაა, ასეთი ადამიანები, ასეთი გულები, ასეთი სიკეთე. და დაურეკეთ თქვენს მშობლებს. ისინი ამას იმსახურებენ. ისინი დღეს თქვენ ზარს ელიან, როგორც არასოდეს. ხოლო ჩვენ კი ახალ წელს შევხვდებით ერთმანეთს. ყველას წარმატებას გისურვებთ.